ბედნიერებაა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ღონისძიებები გრძელდება, ძალიან ბევრ ქვეყანაში უკვე ჩატარდა, დღეს იწყება კულტურის დღეები საქართველოსი, სომხეთში, ჩემი ვიზიტიც ამას დაემთხვა და ძალიან ბევრი ადამიანი სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოდან ჩამოვიდა, არაჩვეულებრივი კულტურული პროგრამა გვაქვს 3 დღის განმავლობაში და მიხარია რომ ხედავ გაღიმებულ და ძალიან ბედნიერ რეალიზებულ ქართველ ხელოვანთა დიდ ჯგუფს 100-მდე ადამიანია აქაც ჩართული ამ პროექტში და ძალიან კარგია რომ საელჩოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, მართლა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ჩვენი კულტურის სამინისტროს ჩართულობით ძალიან ბევრი კარგი ესეთი პროექტი შეიძლება რომ შევთავაზოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ქვეყნის კულტურულ და არაჩვეულებრივ საზოგადოებებს, იმიტომ რომ კულტურა არის ნამდვილად ის სფერო, რომელიც მართლა გულს ათბობს, მართლა ხიდებს დებს, მართლა ურთიერთობებს აყალიბებს სოციუმებს შორის და მე ვფიქრობ, რომ არაჩვეულებრივი შედეგი ექნება ამას ყველაფერს, რაც მგონია, რომ ქართველი და სომეხი შემოქმედებისთვის კიდევ ერთი პლატფორმაა, რომ ერთობლივი რაღაც პროექტები გააკეთონ.